ქართულად ალბათ ჯადოქარი, ერთგვაროვანი წიგნებსა და თამაშებზე აწყობილი ეკრანიზაცია, თუ გიყვარს მაგიური სამყაროები და ასევე თავგადასავლები, ეს სერიალი არის შენთვის. ამ სამყაროს ფესვები იწყება 1986 წელს, როდესაც ანდრეი საპკოვსკიმ გამოუშვა პირველი პატარა მოთხრობა და ამ მოთხრობამ გამოიწვია ინტერესი, ასე რომ ვთქვათ. ამის შემდეგ დაიწერა 8 სრულყოფილი წიგნი ამ სამყაროსთან დაკავშირებით და ის გახდა პოპულარული, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ 2007 წელს CD Projekt Red უკვე თამაშების სტუდიო ეკიდება ამ პროექტს ჯადოქართან დაკავშირებით და იწყებს თამაშების გამოშვებას. სულ გამოსულია 3 თამაში, მაგრამ აქედან მესამე თამაშმა, მესამე ნაწილმა მიიღო ყველაზე მეტი დაჯილდოებები, ასე რომ ვთქვათ 250 დაჯილდოება აქვს თუ არ ვცდები. და ის ითვლება ისტორიაში საუკეთესო თამაშად RPG-ს ჟანრში. მოკლედ რომ მოგითხროთ სერიალთან დაკავშირებით, ჟანრი არის ფენტეზი, მძაფსიუჟეტიანი. სიუჟეტს რაც შეეხება მოგუყვება გერალდის ისტორიას, რომელიც არის მუტანტი ჯადოქარი და ის ამ სამყაროში დადის და ღებულობს თანხას იმაზე, რომ მოკლას მონსტრები სხვადასხვა ტერიტორიებზე, ეს იქნება სოფლები, ქალაქები თუ სამეფო კარები და ეს ისტორია არა მარტო ამ ჯადოქრის ისტორიას მოყვება, არამედ სამყარო უფრო მეტი გლობალურია, მოყვება სხვადასხვა ადამიანების ისტორიას, იქ კუდიანების, იქ სამეფო კარების და მათ ისტორია ყველა ამ ადამიანების ისტორია ერთება საერთო ძალაში, რადგან რაღაც ძველ ბოროტელ ძალას უნდა დაბრუნება ამ სამყაროში. ეხლა შეფასებას რაც შეეხება, ის ერთგვაროვანი არა აგეხსნით რატომ, როდესაც სერიალის გადაღება დაიწყეს მთავარ როლში დაპატიჟეს გენრი კევილი, ის ამ წიგნებისა და თამაშების ძალიან დიდი ფანატია და სიამოვნებით დათანხმდა და როცა დაიწყეს პირველი სეზონის გადაღება, პირველ სეზონში ჩვენმა გენრი კევილმა მაქსიმალურად ეცადა, რომ ზუსტი პერსონაჟი გადმოეცა ჩვენთვის. მაგრამ მეორე და მესამე სეზონში უკვე Netflix-ის გუნდმა იმარჯვა, ასე რომ ვთქვათ, და შეანაცვლებინეს კუთხე ამ მთავარ გმირს, ცოტა სხვანაირად უნდათ რომ წარმოეჩინათ, რამაც გამოიწვია მათ შორის კონფლიქტი, მსახიობსა და გუნდ შორის, შოურანერებს შორის და მესამე სეზონის შემდეგ, რა თქმა უნდა, ოფიციალურად თვითონ გენრი კევილი რაღაც დაკავებული იყო, მაგრამ სცენარიაში მოხდა ესეთი რაღაცა, იყო შეუთანხმება, გერალდი ვერ ხედავდა გმირს ზუსტად ისე, როგორაც მათ უნდათ შეეხედა და მან დატოვა პროექტი და მის ადგილზე მოვიდა ლაიმ ჰემსვორდი, დიახ, ჩვენი თორის უმცროსი ძმა და მან გააგზავნა მეოთხე სეზონი და რუნებული ვარ მათ გენის მოთხოვეს, რომ მას ეთამაშა მარტოხელა დედის როლი, რომელიც არის ტრანსვესისტი ამ ყველაფერთან შედარებით და აფრო-ამერიკელი. სამ ბავშვის დედა, ასე რომ ვთქვათ. ხუმრობას თავიროდოვანებოთ IMDb-ზე ამ სერიალს 8.0 აქვს პირველ სეზონში შეფასება, შემდეგ რა თქმა უნდა იკლებს, მოსალოდნელი იყო, ასევე როტოტოპატებზედაც იგივე ისტორია. მე ყოველ შემთხვევაში გირჩევთ ამ სერიალს საყურებლად, რადგან მიუხედავად ამ ყველაფერი ისტორიისა, ის მართლა გემრიელი საყურებელია. შენ კიდევ მადლობა მეგობარო რომ მიყურე, თუ გიყვარს ფილმები და სერიალები და გინდა გირჩიო კარგი ფილმები და სერიალები, აუცილებლად გამომიწერე და ლაიქე და აშერე და ასე შემდეგ. მოვალ შეხვედრამდე.